მოგესალმებით, მე ვარ ნათია ქალდანი და დღეს მცირე და საშუალო მეწარმეების განვითარების ასოციაციასთან ერთად და საერთაშორისო კომპანია ლოიალტესთან ერთად ვიწყებთ პოდკასტების სერიას მწვანე ჰორიზონტი, რომელიც ხორციელდება დანიის მთავრობის მხარდაჭერით და გაეროს განვითარების პროგრამის ტექნიკური დახმარებით. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში, როდესაც მწვანე მომავალი არის გახდა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აღარ არის მომავლის, არის დღევანდელი რეალობა და ჩვენ ამ პოდკასტების სერიის ფარგლებში გადავწყვიტეთ მოვიწვიოთ ექსპერტები, სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლები, ახალგაზრდა ლიდერები, რომ ვისაუბროთ რა ეტაპზე ვართ დღეს, რა გამოწვევები გვაქვს ამ პროცესში და როგორ შეგვიძლია ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს. ეს არის პოდკასტების სერიის პირველი ეპიზოდი, სადაც მოწვეული ყავს გაეროს განვითარების პროგრამის მწვანე მომავალი უფლებების სტაბილურობისთვის პროექტის მენეჯერი მაია ცქიტიშვილი, მცირე საშუალო მეწარმეების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიგა ფაიქიძე და მწვანე კლიმატისა და მდგრადი განვითარების მკვლევარი გიორგი მუხიგულიშვილი. პირველი კითხვით გადავალ ქალბატონ მაიასთან, რას ნიშნავს მწვანე გარდაქმნა, რატომ არის ეს დღეს აქტუალური და რას აკეთებს გაეროს განვითარების პროგრამა იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს მწვანე გარდაქმნის პროცესს საქართველოში, მაგაზე რომ გითხრათ. მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში ძალიან საინტერესოა და გისურვებთ წარმატებებს ამ პოდკასტების სერიაში. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო ინფორმაციას და სტუმრებს მოусმენთ თქვენი პოდკასტების ფარგლებში. მწვანე გარდაქმნაზე როდესაც ვსაუბრობთ, მოგესმინდეს, რომ ძალიან კომპლექსური პროცესია და მოიცავს რამდენიმე მიმართულებას. პირველ რიგში ეს არის ენერგიის წარმოება, ენერგიის გამოყენება, ეს არის ეკონომიკური ტრანსფორმაცია, თუ როგორ ვაწარმოებთ, თუ როგორ ვიყენებთ რესურსებს, როგორ ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს და როგორ ვქმნით დამატებით შესაძლებლობებს მწვანე გარდაქმნის პროცესში. ეს არის ასევე გარემოს დაცვა, თუ როგორ ვახდენთ უფრო ეკომეგობრულ, უფრო კლიმატმეგობრულ აქტივობას და საქმიანობას, როგორ ვამცირებთ ზეწოლას კლიმატზე და რა თქმა უნდა ამ პროცესში ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს სამართლიანი ტრანზიცია, ანუ როგორ ვუზრუნველყოფთ იმას, რომ მწვანე გარდაქმნის პროცესში ნამდვილად ვიცავთ ყველა ჯგუფის დაინტერესებული ჯგუფის ინტერესებს, როგორ არ ვაზარალებთ მწვანე ტრანზიციის შედეგად იმ ადამიანებს, რომლებიც მანამდე უფრო ნაკლებად კლიმატმეგობრულ საქმიანობით იყვნენ დაკავებული და როგორ უზრუნველყოფთ მათ ხელშეწყობას თუნდაც ახალი უნარების შექმნაში. ამ კომპლექსურ პროცესში გაერო, როგორც ზოგადად ორგანიზაცია, სხვადასხვა დონორის მეშვეობით მონაწილეობს და სწორედ პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, როგორც გარემოს დაცვის მიმართულებით, ასევე ზოგადად სამართლიანი ტრანზიციის მიმართულებით, რა თქმა უნდა, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში უჭერს მხარს. ჩვენი პროექტი უშუალოდ ხორციელდება დანიის მთავრობის მხარდაჭერით. ეს არის პროექტი მწვანე მომავალი უფლებები და სტაბილურობა, რომელიც ხორციელდება ფოთისძახობის მუნიციპალიტეტში. მუნიციპალიტეტის დონეზე იყო შერჩეული სწორედ იმის გათვალისწინებით მხარდაჭერა, სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ მუნიციპალურ დონეზე, ადგილობრივ დონეზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ მოსახლეობას, ვაჩვენოთ ადგილობრივ ბიზნესსაც და მუნიციპალურ ხელისუფლებასაც თუ როგორ შეიძლება მწვანე ტრანზიციის პროცესის მართვა. სინამდვილეში ეს არ არის ძალიან რთული ან გაყენებული რაღაც ქმედება, არამედ ეს არის ჩვენი ყოველდღიური აქტივობა, ყოველდღიური საქმიანობა და გავზარდოთ როგორც ცნობიერება ადგილობრივ როგორც მოსახლეობაში, ასევე ბიზნესში, ასევე მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი და ვაჩვენოთ სხვადასხვა მაგალითზე თუ როგორ შეიძლება რეალურად ამ მწვანე ტრანზიციის წარმოქმნა. ჩვენ გვაქვს რამდენიმე მიმართულება. პირველი ეს არის ეგრეთ წოდებული მწვანე დემონსტრატორი, როდესაც ჩვენ ვცდილობთ, რომ სხვადასხვა სექტორში, როგორც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, ასევე სხვადასხვა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებთან ვაჩვენოთ თუ რა არის მწვანე ტრანზიცია. მაგალითად, თუ ჩვენ ვსაუბრობთ ენერგოეფექტურობაზე, ეს არის მაგალითად თუნდაც ენერგოეფექტურობის აუდიტის ჩატარება სხვადასხვა ტიპის შენობაზე და შემდგომში იმ ღონისძიებების განხორციელება ან ენერგოეფექტური მასალებით სახლის შეფუთვა, ან ბაჭრების გამოცვლა, ან მზის პანელის დაყენება, რომელიც შემდგომში თვითონ ის მოსახლე ან ბიზნესი დაინახავს თუ რამდენად ეფექტიანია, რამდენად ხარჯს ეფექტურია ეს ღონისძიება. როდესაც ვსაუბრობთ მაგალითად უნარების ამაღლებაზე, რომელიც არის საჭირო მწვანე სამუშაო ადგილების შესაქმნელად, ეს არის ის ღონისძიებები, რომელიც გაერო ახორციელებს და აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ფოთში და ხობში არსებულ პროფესიულ სკოლის ფაზისთან და საზღვაო აკადემიასთან, ფოთის საზღვაო აკადემიასთან, რათა ასევე იქ არსებულ პროფესიულ განათლების
განვითარების სექტორში შემოვიტანოთ ის უნარები, რომელიც საჭიროა, რომ ადგილობრივ პროფესიონალებმა უკვე შეიძინონ მწვანე მიმართულებებით. ასევე ბიზნესის მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ჩვენი, სადაც უკვე უშუალოდ ბიზნესზე მიმართული აქტივობებია, რათა ბიზნესს შევუწყოთ ხელი, რომ ცირკულარული მიდგომები უფრო აქტიურად გამოიყენონ, უფრო მეტად დანერგონ, როგორც ენერგო ეფექტური მიმართულებები, ასევე სტანდარტიზაცია, მწვანე გარემოს დაცვითი საკითხების გამოყენება უფრო მეტად აქტიურად გახადონ თავის ყოველდღიურ საქმიანობაში, რათა ასევე როგორც მათი საქმიანობის ეფექტიანობა ამაღლდეს, ასევე უფრო მეტად ეკონომიკური აქტივობა გარემოს დაცვის თვალსაზრისით, ანუ კლიმატზე გავლენა შეარბილონ და შეამცირონ. და ასევე უნდა გამოვყო, რა თქმა უნდა, ეს საზოგადოებასთან მუშაობის მიმართულება, ცნობების ამაღლების გაზრდა, ახალგაზრდებთან ძალიან აქტიური აქტივობა გვაქვს, ძალიან აქტიურად მუშაობთ როგორც სკოლებთან, ასევე ზოგადად ახალგაზრდებთან, რათა მათი მეშვეობითაც ასევე სხვადასხვა საინტერესო ინიციატივები განახორციელოთ. აქვე მინდა რომ აღნიშნო, რომ ნარჩენების მართვის მიმართულებითაც ძალიან კარგი შედეგები შეიძლება ვთქვათ, რომ გვაქვს ელექტრონული ნარჩენების ასოციაცია ვესტლესთან ერთად ჩვენ დავნერგეთ პირველი ელექტრონული ნარჩენების შეგროვების სისტემა ფოთით და ხობში ქალაქის დონეზე, სადაც ჩვენ პროექტის ფარგლებში დაიდგა კონტეინერები, სპეციალური კონტეინერები, სადაც ელექტრონული ნარჩენების შეგროვება არის შესაძლებელი. ეს არის მაგალითი, მხოლოდ რამდენიმე მაგალითი აქტივობების, რომელიც ჩვენ განახორციელებთ და როგორც იცით, ასევე ესეთი ტიპის თანამშრომლობა, როგორც არის მაგალითად მედასთან, გვაქვს სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციასთან, რომელიც სხვადასხვა სექტორთან ცდილობს ასევე ამ კომპლექსურობის გათვალისწინებით ყველა ამ მიმართულებაზე სათანადო აქტივობის განხორციელებას. მაგალითად, ქონდა ასევე საკმაოდ საინტერესო ინიციატივა ფოთში და ხობში არსებულ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან, სასტუმროებთან და კვების ობიექტებთან, კვების ნარჩენების შემცირების თვალსაზრისით, ასევე ქონდა ძალიან საინტერესო ინიციატივა უშუალოდ ხობის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, სადაც კლიმატის მოწყვლადობის კვლევაც ჩავატარეთ და შემდგომში იქ არსებულ მოსახლეობასთან უშუალოდ კომუნიკაციაში რამდენიმე მცირე მეურნეობაში გავაკეთეთ ესეთი ეგრეთ წოდებული მწვანე დემონსტრატორები, მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამაცხელებელი კომპოსტირების ადგილი და კომპოსტირების საშუალება შევქმნით, რომელიც მათ როგორც საკუთარ მეურნეობაში, ანუ სოფლად ცხოვრები ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარ უშუალოდ ყოფას და ოჯახის საჭიროებებს შეიძლება ასეთი ტიპის მარტივი, მაგრამ თითქოს ინოვაციური ერთი შეხედვით, მაგრამ როგორც უკვე თვითონაც იციან, უკვე საკმაოდ მარტივად მოსახმარი და გამოსაყენებელი მოწყობილობებით შეუძლიათ როგორც ხარჯების შემცირება, ასევე პროდუქტის წარმოება, რომელიც შემდგომში უკვე შეიძლება გამოიყენონ გათბობაში, ხო, რაც ამცირებს უკვე მათ ხარჯებს. ანუ ისევ და ისევ არის მხოლოდ რამდენიმე მაგალითი იმისა თუ რამდენად ვცდილობთ, რომ რამდენიმე მიმართულებით და ეს კომპლექსური მწვანე გარდაქმნის პრობლემა დავფაროთ, ვაჩვენოთ, რომ ეს არის მარტივი, არის ძალიან მომგებიანი, ძალიან მოსახერხებელი და ამასთან ერთად არის ძალიან პერსპექტიული და მომავალზე ორიენტირებული. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მაია. შემდეგი კითხვით გადავალ გიგა ფაიქიძესთან. თქვენც რომ გითხრათ, რა საქმიანობს მცირე საშუალო მეწარმეების განვითარების ასოციაცია და თქვენ რა პროექტებით და როგორ უწყობთ ხელს მწვანე ტრანზიციის პროცესს საქართველოში? ნათია, მოგესალმებით, მადლობა პოდკასტში მოწვევისთვის, მივესალმები ასევე თქვენს მაყურებელს. მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია არის მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებაზე ორიენტირებული კლასიკური ბიზნეს ასოციაცია, რომლის მთავარი მისია არის ერთის მხრივ ადვოკატირება და მეორეს მხრივ განვითარებაზე ზრუნვა ამ ზომის ბიზნესების. აქვე დავაზუსტებ, რომ ჩვენ არ ვართ სექტორული ასოციაცია, ჩვენ ვართ ბიზნესის ზომაზე ორიენტირებული ასოციაცია. რაც შეეხება UNDP-სთან თანამშრომლობას, ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება ამ კუთხით. ეს არის პირველი პროექტი ჩვენ წინა წლებშიც გვითანამშრომლია და განგვიხორციელებია წარმატებით სხვადასხვა პროექტები, მათ შორის ქალი მეწარმეების გაძლიერების კუთხით, თუმცა მწვანე ტრანზიციის და ზოგადად ენერგოეფექტურობის მიმართულებით და გარემოს დაცვითი მიმართულებით ეს არის პირველი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ვთანამშრომლობთ. ჩვენ ამ პროექტის, ანუ ამ თანამშრომლობის ფარგლებში ვახორციელებთ
განახორციელებთ პროექტს, რომლის დასახელებაც არის მწვანე პერსპექტივა, ქალების, ახალგაზრდების და მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერება, ფოთის და ხობის მდგრადი განვითარებისთვის, რაც გულისხმობს ყველა ჩამოთვლილი მიმართულებით, მხარდაჭერას, ცნობიერების ამაღლებას, ისეთი აქტივობის განხორციელებას, რომელიც საბოლოო ჯამში მიმართული იქნება იმისკენ, რომ ამ ორ რეგიონში, ამ ორ ლოკაციაზე, ფოთში და ხობში, ავამაღლოთ ცნობიერება მწვანე გადასვლასთან დაკავშირებით, ენერგოეფექტურობასთან და ზოგადად გარემოს დაცვით გამოწვევებთან დაკავშირებით, ამავდროულად შევთავაზოთ ისეთი ცოდნები, შევძინოთ ისეთი უნარები, რომელიც მათ დაეხმარებათ როგორც არსებულ ბიზნესში, ასევე ახალ ბიზნეს იდეებში, რომ მოახდინონ ინტეგრაცია ამ საკითხების და შექმნან ისეთი ინიციატივები, რომელიც ადგილობრივად მწვანე გარდაქმნას შეუწყობს ხელს. მადლობა. გადავალ გიორგისთან კითხვით და უფრო მეტად ეხლა ვისაუბრებთ გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე. რა შესაძლებლობები არსებობს მწვანე ტრანზიციის გზაზე, როგორ უზრუნველყოფთ სამართლიან გადასვლას და რომ იმისთვის რომ არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა, ეს ამაზე რომ გითხრათ. კი ბატონო, მოგესალმებით ასევე. მადლობა ამ თემის განხილვისთვის, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემაა ბოლო პერიოდში, იმიტომ რომ გლობალური ტენდენციები ამ მიმართულებით მიმდინარეობს. მწვანე ტრანზიცია თავის მხრივ არ არის მხოლოდ დაკავშირებული ტექნოლოგიებთან და გარემოს დაცვასთან. ეს არის სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნა, რომელიც თუ სამართლიანად არ განხორციელდება, გაზრდის კიდევ უფრო მეტად უთანასწორობას საზოგადოებაში. ამ მწვანე ტრანზიცია თავის მხრივ ვლინდება სხვადასხვა მიმართულებებით, ხო? მას აქვს თავის შესაძლებლობები, დადებითი გავლენა მოახდინოს როგორც სოციალური, ეკონომიკური, გარემოს დაცვითი მიმართულებით და ასევე მმართველობის თვალსაზრისითაც. ის გავლენას ახდენს ეკონომიკის ყველა სექტორზე თითქმის და რომ ავიღოთ მაგალითად ნებისმიერი სექტორი, კარგად ვიცით, რომ ენერგია ყველა სექტორისთვის არის მნიშვნელოვანი, ხომ? ენერგიის მოხმარება. შესაბამისად, მწვანე გარდაქმნის პროცესში, სადაც ყველაზე მეტი არის ენერგიის მოხმარება, დიდი აქცენტი კეთდება სწორედ მწვანე ტექნოლოგიებზე. და როდესაც საუბრობთ ჩვენ მწვანე გარდაქმნაზე, აქ მნიშვნელოვანია განვიხილოთ ის ეკონომიკური შესაძლებლობები და ეფექტები, რომელიც ამას თან ახლავს ერთის მხრივ ეს შეიძლება იყოს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკური ზრდა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, სოციალური თვალსაზრისით ეს გულისხმობს უფრო მდგრად კომფორტულ ნაკლებ შრომატევად სამუშაო ადგილებს, რომელიც გრძელვადიან და მდგრად მიმართულებით არის მიმართული. გარემოს დაცვის თვალსაზრისით ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, უფრო სუფთა გარემოს, ჰაერი, წყალი, ნიადაგი და ასე შემდეგ, რომელიც კლიმატ-გონივრული მაგალითად სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ მწვანე გარდაქმნის, ხო, რომელიც მოიცავს მთელ კომპლექს არა მხოლოდ ტექნოლოგიებისა, არამედ ქცევებისაც. თავის მხრივ ეს ყველაფერი რომ სწორად განხორციელდეს, მწვანე გარდაქმნას აქვს ბევრი დადებითი ეფექტი, თუმცა ის რომ სწორად განხორციელდეს, საჭიროა სამართლიანობის პრინციპების დაცვა, ხო? იმიტომ რომ ვახსენე კიდეც, თუ სამართლიანობის პრინციპები არ იქნება დაცული, ეს კიდევ უფრო გაზრდის სოციალურ უთანასწორობას საზოგადოებაში. ამ მხრივ მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხების გათვალისწინება სახელმწიფოებმა, მუნიციპალიტეტებმა, განსაკუთრებით უნდა აქცენტი გააკეთონ იმაზე, რომ გამოავლინონ ის მოწყვლადი ჯგუფები, რომელიც ამ პროცესში შეიძლება იყვნენ რისკის ქვეშ, ეს შეიძლება იყოს არსებული სამუშაო ადგილების კარგვა, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა ბაზარზე, რომლისთვისაც ახალი უნარ-ჩვევები არის საჭირო და ამისთვის საჭირო არის მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, დახმარების მექანიზმების შერჩევა, ამასთან ერთად მნიშვნელოვანია რეგიონული პროგრამების განვითარება, არა მხოლოდ სახელმწიფო დონეზე, არამედ მუნიციპალურ დონეზეც არის მნიშვნელოვანი, რომ ეს პროცესი წავიდეს, იმიტომ რომ რეგიონები არის ამ გარდაქმნის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, იმიტომ რომ მხოლოდ სახელმწიფოები კი იღებენ ვალდებულებებს, მაგრამ მათ მარტო არ შეუძლიათ ამის შესრულება, თუ მუნიციპალურ და რეგიონულ თვითმმართველობის დონეზე არ იქნება ეს ყველაფერი დაგეგმილი და განხორციელებული. ამასთან ერთად მნიშვნელოვანი არის ფინანსური რესურსების სწორი განაწილებაც, რაც არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სამართლიანობისა, იმისთვის რომ ყველას კონდეს წვდომა ფინანსურ რესურსებზე და მოახდინონ გარდაქმნის პროცესში სწორი განვითარება.
მადლობა გიორგი. გიგა, ისევ თქვენთან გადმოვალ და რომ ვისაუბროთ უფრო კონკრეტულად რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს მცირე და საშუალო მეწარმეები, რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს მცირე და საშუალო მეწარმეები საქართველოს რეგიონებში და როგორ დაეხმარება მწვანე გარდაქმნის პროცესი მათ ამ გამოწვევების აღმოფხვრაში. მადლობა ნათია კითხვისთვის. მცირე და საშუალო მეწარმეების გამოწვევებზე რა ჩვენ ვისაუბროთ აუმწურავად და კომპლექსურად, ეს ფორმატი ნამდვილად არ გვეყოფა, რადგან ძალიან ბევრია სასაუბრო, რადგან ზოგადად ამ სექტორს ახასიათებს მრავალმხრივი გამოწვევები, როგორც საქართველოში, ასევე მთელ მსოფლიოში. მეტნაკლებად ბუნებრივია, თუმცა გამოვყოფთ რამდენიმეს, რომელიც პირდაპირ შეიძლება იყოს დაკავშირებული აი იმ საკითხთან, რომელზედაც ახლა ჩვენ ვსჯელობთ, ერთ-ერთი მთავარი ალბათ არის განსაკუთრებით რეგიონებში მაღალი საოპერაციო ხარჯები, დაბალი პროდუქტიულობა, ტექნოლოგიური ჩამორჩენილობა, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული არის მწვანე გარდაქმნასთან და შეიძლება იყოს ერთ-ერთი ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ამ თვალსაზრისით გულისხმობ ბუნებრივია მოძველებული ინფრასტრუქტურას, მაღალ ენერგომოხმარებას, რომელიც პირდაპირ აისახება შემდეგ უკვე ნაწარმოებ პროდუქციის ხარისხზე, ფასზე და ეს ამცირებს საბოლოო ჯამში კონკურენტუნარიანობას ამ მეწარმეების. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი შემიძლია გამოვყო დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა, რომელიც ზოგადად მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, არა მხოლოდ მწვანე გარდაქმნის კონტექსტში და ამ კუთხითაც ძალიან დაბალია ცნობადობა ზოგადად მწვანე დაკრედიტებასთან დაკავშირებით. მაგალითად, მწვანე დაკრედიტება რო ავიღოთ, თუმცა ეს არის ამაში არ მოიაზრება მხოლოდ დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა და ამ კუთხითაც ძალიან ბევრი არის სამუშაო სისტემურ დონეზე, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე საფინანსო სექტორის მხრიდან, ამაზე შეგვიძლია რომ ცალკე ვისაუბროთ. გამოვყოფთი ამავდროულად საერთაშორისო ბაზრებზე წვდომას, რომელიც პირდაპირ დაკავშირებული არის ასევე შესაბამისობაში ყოფნასთან იმ რეგულაციებთან, რომელიც თქვათ დაწესებული აქვს იმ ბაზრებზე არსებობს, სადაც ჩვენ გვინდა და ვცდილობთ შესვლას და უმეტესად გულისხმობ ბუნებრივია ევროპულ ქვეყნებს და ევროკავშირის ბაზარს, რომელიც ჩვენთვის არის მაღალმსყიდველუნარიანი და საინტერესო ბაზარი და ამ რეგულაციების დაკმაყოფილებისთვის და შესაბამისობაში ყოფნისთვის აუცილებელია, რომ მცირე და საშუალო მეწარმეები ახდენენ საკუთარ სამუშაო პროცესში ინტეგრაციას, როგორც ტექნოლოგიური კუთხით, ასევე ენერგომოხმარების ოპტიმიზაციის მიმართულებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და შეიძლება გამოვყოთ, ეს არის საკადრო დეფიციტი განსაკუთრებით რეგიონებში და კიდევ უფრო განსაკუთრებით იმ რეგიონებში, რომელზედაც ჩვენ ვისაუბრეთ, კერძოდ ფოთში და ხობში და ამ კუთხითაც მწვანე გარდაქმნა შეიძლება იყოს ერთ-ერთი კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ გაჩნდეს ახალი სამუშაო ადგილები, ახალი პროფესიები და ახალგაზრდების დამაგრება უფრო მეტად მოხდეს შესაძლებელი ადგილობრივად. მადლობა გიგა. გადავიდეთ მე სახელმწიფო დონეზე მწვანე და SME პოლიტიკის საკითხებზე და გიორგისთან გადავალ კითხვით, როგორია დღეს არსებული მწვანე პოლიტიკა, რა მხარდამჭერი მექანიზმი და ქონდეს სახელმწიფოს ამ პროცესში, SME თუ სხვა სექტორების მიმართ? კი ბატონო, საქართველოს შემთხვევაში ვიცით რომ საქართველო არის პარიზის შეთანხმების ხელმომწერი ქვეყანა, ის ახორციელებს წლების განმავლობაში ევროკავშირის დახმარებით და დონორი ორგანიზაციების დახმარებით პროგრამებს, რომელიც ხელს უწყობს მწვანე გარდაქმნას ქვეყანაში. ერთის მხრივ შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი დოკუმენტები შეიმუშავა, პოლიტიკური ნება ამ მიმართულებით არსებობს, თუმცა ფრაგმენტული არის ინსტიტუციურად ამ კუთხით განვითარება. Იმიტომ რომ გვაქვს შემუშავებული მაგალითად კანონი კლიმატის ცვლილების შესახებ, მაგრამ ჯერ კიდევ უკვე 2 წელია ველოდებით მის მიღებას. ეროვნულად განსაზღვრული წვლილის დოკუმენტი, რომელიც 2025 წელს განვაახლეთ, ის განსაზღვრავს ახალ სამიზნე მაჩვენებელს 2030 წლისთვის 47% შემცირება სათბურის აირების გაფრქვევების 1990 წელთან შედარებით და ამასთან ერთად ამაზე არის ბევრი რამე დამოკიდებული, იმიტომ რომ ეს მხოლოდ ერთი ციფრი არ არის, ამას მთელ კომპლექსში მოყვება სხვადასხვა დარგები, სხვადასხვა სექტორებში შემარბილებელი ღონისძიებები და გარდა როდესაც საუბრობთ მწვანე ტრანზიციაზე, მნიშვნელოვანია ვისაუბროთ არა მხოლოდ შერბილებაზე კლიმატის ცვლილების
ცვლილების თვალსაზრისით, არამედ კლიმატის ცვლილების რისკების შეფასებაზეც და მოწყვლადობის შეფასებაზე და ადაპტაციის პოტენციალის გაზრდაზე. იმიტომ რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანა არის ეკოსისტემებით, მიუხედავად მისი გეოგრაფიული ზომებისა, ძალიან მრავალფეროვანია ლანდშაფტებით, თუმცა გაზრდილი არის ის საფრთხეები, რომელიც კლიმატის ცვლილება ამ კუთხით ახდენს გავლენას, ხომ? ამ შემთხვევაში პოლიტიკას თუ შევხედავთ ქვეყნის მასშტაბით, გვაქვს შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტები, რომელიც არის ეროვნულად განსაზღვრული წვლის დოკუმენტი, ვახსენე კლიმატის ცვლილების სტრატეგია, სამოქმედო გეგმა, დაბალემისიანი განვითარების გრძელვადიანი გეგმა, რომელიც 2050 წლისთვის ქვეყნისთვის განსაზღვრავს კლიმატ-ნეიტრალურობის მიზანს, რაც გულისხმობს იმას, რომ წლიურ ჭრილში გაფრქვევებისა და შთანთქმების ჯამი თითქმის ნულოვანი უნდა იყოს 2050 წლისთვის, რაც არც თუ ისე მარტივი მისაღწევია, ეს საკმაოდ ამბიციური მიზანი არის და ამისთვის დღესვე არის ძალიან დიდი ძალისხმევა საჭირო. ამიტომ პოლიტიკას, როდესაც საუბრობთ, ეროვნულ დონეზე არის, მუნიციპალურ დონეზეც რაც შეეხება, მოდი ამაზეც ვისაუბროთ, რომ რა არის ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი. წეგან ახსენეთ ხობისა და ფოთის მუნიციპალიტეტები, რომლებიც არიან უკვე საერთაშორისო მერების შეთანხმების ინიციატივის ხელმომწერი მუნიციპალიტეტები, რაც გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ ეროვნულ დონეზე არა, მუნიციპალურ დონეზეც უნდა დაიგეგმოს პოლიტიკა, განხორციელდეს და ეს მოიცავს მთელ კომპლექსს. ერთის მხრივ შეფასებას თუ რომელი სექტორებიდან ხდება სადგურის აირების გაფრქვევა კონკრეტულ მუნიციპალიტეტში, რა რისკები და საფრთხეები არსებობს კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე, როგორ უნდა მოხდეს მათთან ადაპტაციის პოტენციალის გაზრდა და ენერგეტიკული სიღარიბის დაძლევა, რომელიც არის ასევე ამ პროცესის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი. თუ რა უნდა იქნას გათვალისწინებული, ვთქვათ, სახელმწიფოს მიერ, რომ სწორად და ეფექტურად განხორციელდეს მწვანე გარდაქმნის პროცესი ქვეყანაში, აქ არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური სტიმულების სწორი შექმნა და მიმართვა, აქაც გვაქვს ფრაგმენტული პოლიტიკა, თუმცა ზოგ შემთხვევაში საკმაოდ ეფექტური, მაგალითად ტრანსპორტის ნაწილს თუ შევხედავთ, ხომ, საკმაოდ გაიზარდა და მცირე პერიოდში ელექტრომობილების, ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობა, სწორედ იმ საგადასახადო სწორი პოლიტიკით, რომელიც თქვათ ქვეყანას აქვს. თუმცა ეს არ არის ის საკმარისი იმისთვის, რომ მივაღწიოთ ჯერ ერთი 2030 წლისთვის იმ სამიზნე მაჩვენებელს და მეორე 2050 წლისთვის გავხდეთ კლიმატ-ნეიტრალურები, თუ ეს კიდევ უფრო დაჩქარებული არ იქნება და კომპლექსურად არ იქნება სხვადასხვა სექტორები ჩართული და ინსტიტუციური მარეგულირებელი გარემო ერთობლივად არ იმოქმედებს და განხორციელებაც არ იქნება ეფექტური. მონიტორინგს აქ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა. მადლობა გიორგი. გიგა, თქვენთან რომ გადმოვიდე ისევ SME სექტორთან დაკავშირებით, რა მწვანე ტრანზიციის პროცესში SME სექტორი, მცირე და საშუალო მეწარმეები რა მხარდაჭერას საჭიროებენ სახელმწიფოს მხრიდან ან თუნდაც დონორების მხრიდან? მხარდაჭერაც პრინციპში დაკავშირებულია იმ გამოწვევებთან, რომელზეც უკვე ვისაუბრე და ჩამოვთვლი რამდენიმე, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან და სხვა დაინტერესებული ინსტიტუციების მხრიდან ჩართულობა სისტემურ დონეზე. უპირველესად თუ ვიტყვი ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, ზოგადად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ძალიან რთულად გასაგებია ტერმინოლოგიის დონეზეც და შინაარსობრივადაც მწვანე გარდაქმნა რატომ არის მათთვის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ეკონომიკური თვალსაზრისით. ამიტომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ცნობიერების ამაღლებაზე მოხდეს მუშაობა და მათ ესმოდეთ, რომ ეს არის მათთვის რეალურად ეკონომიკური სარგებლის მომტანი, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესი არის ძალიან პრაგმატული და თუ ის ვერ ხედავს კონკრეტულ სარგებელს, ის ნაკლებად ერთვება ამ ტიპის აქტივობებში. ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან და საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს გარკვეული ტიპის საინფორმაციო კამპანიების წარმოება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ შესაბამისი პროდუქტების შექმნა
შექმნა და მიწოდება პროაქტიულად ამ სექტორისთვის გულისხმობ უფრო მეტად დაფინანსებასთან დაკავშირებულ პროდუქტებს, როგორც სახელმწიფოს მხრიდან, ასევე საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან და ეგრეთ წოდებული blended finance-ის ნაწილიც არის საგრანტო და საფინანსო პროდუქტების რაღაც მიქსი შეიძლება იყოს შექმნილი, რომელიც ბევრად უფრო მოქნილი იქნება სარგებლობისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ამავდროულად, კომპლექსურია ძალიან ეს თემა და არ არის საკმარისი მხოლოდ დაფინანსება, რადგან თუ დაფინანსებას თან არ ახლავს ცოდნა, როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის პრაქტიკაში გამოყენება, ეს დაფინანსება ძალიან დაბალ ეფექტური ხდება ხოლმე, ამიტომ ტექნიკური დახმარება ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება, როცა დაფინანსებაზე ვსაუბრობთ და ეს ყველაფერი პარალელურ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს, რადგან პრაქტიკულ დონეზე რო წარმოვიდგინოთ, თუ ჩვენ კონკრეტულ მცირე ან საშუალო მეწარმეს ვაძლევთ ფულს და ეს ფული არის განკუთვნილი თუნდაც გარკვეული ტექნოლოგიური გადაიარაღებისთვის, ამავდროულად აუცილებელია რომ მას დავეხმაროთ და ვაყიდინოთ ელემენტარულად, თუნდაც ეს კონკრეტული დანადგარი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ტიპის რაღაცა ტექნოლოგიური აღჭურვილობა, საუკეთესო ფასით, საუკეთესო მონაცემებით, ასე შემდეგ, რადგან ეს ცოდნები როგორც წესი ძალიან მწირია მთლიანად ქვეყანაში და განსაკუთრებით რეგიონებში და მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი მინდა გამოვყო, ეს არის სერტიფიკაციის და ხარისხის თემა, რაც პირდაპირ დაკავშირებული არის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომასთან და ექსპორტთან, რადგან თუ არ გაიზარდა ერთის მხრივ ხარისხი და მეორეს მხრივ პროდუქტიულობის მაჩვენებელი, ჩვენ ვერ შევძლებთ იმ ხარისხის პროდუქტის წარმოებას იმ ფასად, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება საერთაშორისო ჩვენთვის საინტერესო ბაზრებზე. მადლობა გიგა, გადმოვალ ბატონო მაია ისევ თქვენთან, რა გამოწვევები არსებობს მუნიციპალურ დონეზე, რომ მიმოვიხილოთ კონკრეტულად ფოცდახობი, რადგან თქვენ განსაკუთრებით მუნიციპალიტეტებში მუშაობთ და როგორ უჭერთ მხარს ამ პროცესში მათ, ამ რეგიონებს? რადგანაც მუნიციპალიტეტებზე ვსაუბრობთ, უკვე ჩვენ ექსპერტებთან ქონდა გიგომაც აღნიშნა გიორგიმაც, ჩვენ ვცდილობთ, რომ სწორედ იმ პრობლემებზე გავაკეთოთ მაქსიმალური ყურადღება გამამახვილოთ, რომელზეც უკვე ჩვენმა ექსპერტებმა ისაუბრეს. ნამდვილად ხდება ყველა ცნობიერების პრობლემა პირველ რიგში, ნამდვილად აღნიშნავ იმას, რომ არათუ მხოლოდ ბიზნესში, არამედ მოსახლეობაშიც, ზოგადად პოლიტიკის გამსაზღვრელი ადამიანებშიც ნაკლები ცნობიერება ზოგადად მწვანე გარდაქმნის საკითხებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ნაკლებად პრიორიტეტული საკითხიც არის კიდევაც და თუ ბიზნესი კიდევ ცდილობს, რომ დაინახოს ეკონომიკური პერსპექტივა, ამაში თავის ეკონომიკური სარგებელი, განსაკუთრებით ეს იქნება განახლებადი ენერგიების გამოყენება, რომელიც აშკარად და ყველაზე მარტივად აღსაქმელი ხარჯების ეკონომიის საშუალება გახდა, თუნდაც მზის ენერგიაზე გადასვლა, მწვანე ტრანსფორმაციის საკითხები, სხვა ტიპის უფრო კომპლექსური საკითხები ასეთი თვალსაჩინო ხშირად არ არის. და შესაბამისად, როგორც მუნიციპალიტეტები, როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე მუნიციპალურ დონეზე პოლიტიკის განსაზღვრელ გადაწყვეტილების მიმღებებსაც უჭერთ ხშირად სხვა უფრო შეიძლება საჭიროებო საკითხებთან მიმართებაში მწვანე გარდაქმნის საკითხებზე აქცენტის გაკეთება, ამისთვის სათანადო რესურსის გამოყოფა და ეს პრობლემები, რა თქმა უნდა, მუნიციპალურ დონეზე კიდევ უფრო მკაფიო და უფრო მეტად იგრძნობა. ბატონ გიგა საუბრობდა კადრების დეფიციტებზე, კადრების ნაკლებობაზე ზოგადად და თუ ზოგადად ვიცით, რომ ქვეყანაში კადრების კვალიფიცირებული კადრების ნაკლებობას გამეცდით ამა თუ იმ სექტორში, მაგრამ როდესაც ეს ისეთ რთულ და კომპლექსურ საკითხს ეხება, როგორც მწვანე გარდაქმნა და უშუალოდ ამ მწვანე გარდაქმნის წარმოქმნა, ეს კიდევ უფრო იკვეთება ადგილობრივ დონეზე. როდესაც ჩვენ ფოთზადახობზე ვსაუბრობთ, ასევე ჩვენ ცოტა მიუხედავად იმისა, რომ ორი მეზობელი მუნიციპალიტეტია, მაგრამ განსხვავებული ეკონომიკური მიმართულებები აქვთ, თუ ფოთში უფრო წამყვანია თქვა ტრანსპორტის და ლოგისტიკის სექტორი, ხობში უფრო მეტად სოფლის მეურნეობის მიმართულება, ეკოტურიზმის მიმართულება არის გამოკვეთილი და აი თითოეულ ამ მიმართულებაში მწვანე გარდაქმნის ხელშემწყობი საკითხების გამოკვეთა, რა თქმა უნდა, პრობლემური არის. როდესაც ჩვენ მუნიციპალიტეტებზე ვსაუბრობთ, ასევე რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და ბუნებრივია, რაც გიორგიმ აღნიშნა, ეროვნულ პოლიტიკის ეროვნულ დონეზე იმ კანონმდებლობის აღსრულება, რაც უკვე მუნიციპალიტეტებს ევალება და როგორც ბიზნესს, ასევე საზოგადოებას.
ამის ცოდნა ნაკლები არის ზოგადად, ცნობიერებაც ნაკლებია, როგორც გვანიშნე, უნარიც პრობლემურია და შესაბამისად ფინანსური რესურსი. ჩვენი მხრიდან სწორედ ამას ცდილობს ჩვენი პროექტი რომ უპასუხოს. ჩვენ ვცდილობთ რომ როგორც უნარების განვითარების მიმართულებით გადავდგათ გარკვეული მიმართულები, მაგალითად ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ ფუთში და ხუბში არსებულ პროფესიულ სასწავლებლებთან და დავნერგეთ ორივე სასწავლებელში ენერგოეფექტურობის მასერტიფიცირებელი, შენობების მასერტიფიცირებელის კურსი. ალბათ ცოტა ჩვენ ვიცით რომ კანონი არის შემოღებული საქართველოში, რომელიც მოითხოვს როგორც ახალი მშენებლობების ენერგოეფექტურობის მაჩვენებლის დასახვას, უშუალოდ სერტიფიცირებას, ანუ ენერგოეფექტურობის მახასიათებლების დადგენას და შემდგომში უკვე არის შემოსული ასევე ყველა შენობის სერტიფიცირების პროცესი. სამწუხაროდ პრაქტიკულად არ ყავს სპეციალისტი ამ დარგში. შესაბამისად ამას ემსახურებოდა ჩვენი პროგრამაც, როდესაც ფოთში და ხუბში დავეხმარეთ ამ სასწავლო დაწესებულებებს, რომ ასეთი ახალი პროგრამა დაენერგათ. ფოთში ასევე ფაზიში დავნერგეთ მზის პანელების მემონტაჟის პროფესიული კურსი, რომელიც ასევე დაეხმარება უკვე იქ არსებულ ადგილობრივ რესურსს ამ კვალიფიკაციის მიღებაში. ანუ რაც არის მეტნაკლებად ხელმისაწვდომი თბილისში, ჩვენ ბევრად უფრო მკაფიოდ ვხედავთ ამ პრობლემების არსებობას რეგიონებში. ასევე რა თქმა უნდა, როდესაც ვსაუბრობთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და ბიზნესზე საუბრობთ ბატონი გიგა, ეს მიმართულებაც არის ნამდვილად ავეთანხმები, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბიზნესმაც დროულად დაინახოს პირველ რიგში საკუთარი ეკონომიკური სარგებელი. ანუ როდესაც ჩვენ მწვანე ტრანსფორმაციაზე და კლიმატის ცვლილებაზე ვსაუბრობთ, ძალიან ხშირია განცდა იმისა, რომ ეს რაღაცა განყენებული, რაღაცა პარიზის შეთანხმების ან რაღაცა ისეთი განყენებული საერთაშორისო პრობლემა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს თითქოს არ ეხება, ან თითოეულ ჩვენ ბიზნესს არ ეხება. სინამდვილეში ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა და უნდა გახდეს ჩვენი ყოველდღიურობა და ბიზნესაც ჩვენ ვცდილობთ დავანახოთ თქვენი პროექტის და ჩვენი პროექტის ფარგლებშიც, რომ ბიზნესისთვის მწვანე გარდაქმნა არის პირველ რიგში მათთვის სასარგებლო. მრავალ მხრივად, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, მაგალითად რესურსების უფრო ეფექტიანი გამოყენება, ცირკულარული მიდგომების გამოყენება, ნარჩენების გამოყენება, არა როგორც ნარჩენის და არა როგორც სადარდებლის, არამედ როგორც შემოსავლის და დამატებითი შემოსავლის წყაროსი, ასევე რა თქმა უნდა ეკონომიკურ ინტეგრაციაშიც იმ საერთაშორისო ბაზრებზე, სადაც ასეთი მიდგომები, მწვანე მიდგომები უკვე დიდი ხანია არის დამკვიდრებული როგორც სავალდებულო სტანდარტი. შესაბამისად, ჩვენ პროექტის ფარგლებში უკვე დაწყებული გვაქვს, როდესაც ფინანსური ხელმისაწვდომობაზე ვსაუბრობთ, გვაქვს დაწყებული გრინოვაციების გრინოვეიშენი, ასეთი ქონდა ინოვაციური პროექტი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვარჩევთ ახლა მიმდინარეობს პროცესი და უკვე ვარჩევთ 30-35 ორგანიზაციას, რომელთანაც ერთად ჩვენ გავივლით იმ გზას, დავეხმარებით მენტორების მეშვეობით იმ საკითხების, იმ პოტენციალის დანახვაშიც, რომელიც საკუთარ ორგანიზაციაში არის მწვანე გარდაქმნასთან მიმართებაში და შემდგომში 10 საუკეთესო იდეას მათ შორის დავაფინანსებთ, ფინანსურად დავეხმარებით, რათა მათ სწორედ რომ თავისი საწარმოო თავისი იდეა განახორციელონ, ან რაღაც დამდგარი შეიძინონ, ან სწორედ ამ ტრანსფორმაციის ციკლში მიიღონ ის ფინანსური დახმარებაც გარდა საექსპერტო დახმარებისა. ასევე ეხლა დავიწყეთ ცირკულარული ლაბორატორიის პროექტი, რომელიც ასევე მართულია ფოთი და ხუბში არსებულ ბიზნესებზე, რომელიც უფრო მეტად ცირკულარულ მიდგომებზე იქნება ორიენტირებული, რომელიც ასევე გულისხმობს ბიზნესების მწვანე აუდიტს, მათ ენერგოეფექტურობის შეფასებას, ცირკულარული მიდგომების შეფასებას და შესაბამისად აქ ცირკულარული მიდგომების მეტად დანერგვას და აქაც გვაქვს გათვალისწინებული ფინანსური მხარდაჭერა, რათა ასევე ჩვენ ბიზნესს დავეხმაროთ არა მხოლოდ რჩევებით, არამედ ფინანსური რესურსით და მესამე ინიციატივასაც აღნიშნავ ამ მიმართულებით, ეს არის მწვანე ზრდის აქსელერატორი, სადაც ასევე გამოვავლინეთ უკვე გამარჯვებული კომპანია და უახლოეს მომავალში ამ მიმართულებითაც ფოთი და ხუბის ბიზნესს შევთავაზებთ ამ სერვისსაც. სწორედ
ეს არის კომპლექსური მიდგომა თუ პირველი არის უფრო ინოვაციურ მიდგომებზე გამოყენებული და მიმართული, მეორე უფრო ცირკულარულ მიდგომებზე, მესამე უფრო საერთო მწვანე ზრდის თვალსაზრისით მწვანე სამუშაო ადგილების შექმნისთვის, არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ უკვე უშუალოდ იქ დასაქმებული ადამიანებისთვის, ზოგადად ქალების დასაქმება აღნიშნეთ, ანუ ქალების ლიდერობა, როგორც მწვანე ტრანსფორმაციის პროცესში, ასევე ზოგადად ჩვენ ყოველდღიურობაში ამ მწვანე თემების შემოტანაში, რადგანაც ვიცით, რომ ქალებს სხვა როლიც აქვთ, ანუ მათ აქვთ როგორც საგანმანათლებლო როლი, ასევე ოჯახშიც შეუძლიათ ის ცვლილებები შემოიტანონ, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ მწვანე ტრანსფორმაცია გახდეს არა მხოლოდ რაღაცა საერთაშორისო ან ეროვნული დონის საკანონმდებლო ვალდებულება, არამედ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. ის დავამატებ უბრალოდ აქ იყო საუბარი იმაზე, რომ კადრების ნაკლებობა მწვანე გარდაქმნის პროცესში ახალი სამუშაო ადგილები იქმნება, უნარების არსებული უნარები არ შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს. ერთი დადებითი რაც შეიძლება აქ უნდა აღვნიშნოთ ის კიდევ დამატებით არის, რომ ახალი სამუშაო ადგილები, რომელიც მწვანე გარდაქმნის პროცესში იქმნება, გაცილებით ნაკლებ დროში შესაძლებელია ამ უნარების ათვისება, ვიდრე ვთქვათ აქამდე იყო ზოგ შემთხვევაში, ხომ? 3 თვიდან 18 თვემდე ხშირ შემთხვევაში საკმარისია ხოლმე იმ უნარების ათვისება ახალი სამუშაო ადგილებისთვის, მაშინ როცა ადრე, ვთქვათ 4 წელი, მერე დამატებით 2 წელი იყო საჭირო ამ პროცესში. ამიტომ ამ ხრივ დამატებითი სარგებელი და შემამსუბუქებელი, ვთქვათ, ფაქტორი სწორედ მწვანე გარდაქმნისა არის. და კარგია რომ საუბრობთ დონორული დახმარებები, რომელიც მიმართულია დემონსტრატორებზე, იმიტომ რომ მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ერთ-ერთი გამოწვევა სწორედ ის არის, რომ თუ მაგალითი არ არის, რთულია პირველმა დაიწყო რამე ამ მიმართულებით. ამიტომ ამ ხრივ ხელშეწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა ქალბატონო მაია, გიორგი. გიგასთან გადავალ კითხვით, ანუ სმე თავიდან ახსენეთ, რომ სმედა ახორციელებს პროექტს UNDP-ის პროექტის ფარგლებში და აი კონკრეტულად რა აქტივებს ახორციელებთ და როგორ ეხმარებით ამ პროცესს, ეს რომ გითხრათ. კი ბატონო, პრინციპში მეც იმ ხაზს გავაგზელებ, რაზედაც ქალბატონი მაია და ბატონი გიორგი საუბრობდნენ ამ პროექტის ძალიან მარტივად და დიდსურათს დანახული, რომ დავინახოთ. მთავარი მიზანი არის, რომ რაზეც ქალბატონი მაია საუბრობდა, ეს თემები არ არის, ანუ ცედასაშუალო მეწარმეებს და ქალებს და ახალგაზრდებს ვაჩვენოთ მარტივად, რომ ეს არ არის საკითხები, რომელზეც სადღაც მსჯელობენ პარიზში, ან ლონდონში, ან სინგაპურში და ხშირად პრაქტიკულ დონეზე რაღაც ყოფით და მარტივ ენაზე რო ვთქვათ, არის ხოლმე ესე აღქმული, რომ რა დროს მწვანე ეკონომიკაა, როცა გვაქვს ბევრად უფრო სხვა საბაზისო პრობლემები. თუმცა მიზანი სწორედ ის არის, რომ ჩვენ მათ ვაჩვენოთ, გავაგებინოთ, რომ ეს არ არის ის საკითხი, რომელიც შეიძლება გადავდოთ აწლეულობით, რადგან მათ ყოველდღიურობაზე ახდენს რეალურად ეს ყველაფერი ერთის მხრივ გავლენას და ზოგჯერ ნეგატიურ გავლენას და მეორე მხრივ ძალიან ბევრი შესაძლებლობა იმალება აქვს, რომელიც შეუძლიათ რომ გამოიყენონ და განავითარონ საკუთარი ბიზნესი, თუ მცირე და საშუალო ბიზნესებზე საუბრობთ და თუ ახალგაზრდებზე და ქალების ჩართულობაზე საუბრობთ, თქვათ მათაც თავიანთი რაც იდეები იქნება ეს თუ პროფესიული განვითარება დაუკავშირონ ამ საკითხებს. უშუალოდ პროექტს რაც შეეხება, ну, უპირველესად ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობა მინდა UNDP-ის გადაუხადოთ და პერსონალურად ქალბატონ მაიას, როგორც ამ ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომ მსგავსი საკითხები არის მათთვის პრიორიტეტული და აფინანსებენ და მხარს უჭერენ ამ ტიპის პროექტებს. ჩვენ სხვადასხვა ტიპის აქტივობები გვაქვს ამ პროექტის ფარგლებში. ну, ერთი მთავარი პირველი რითიც დავიწყეთ, ეს არის ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა და ამაში იგულისხმება შეხვედრები, როგორც დისტანციურად, ასევე ადგილობრივ დონეზე ფიზიკურ რეჟიმში და გაცნობა იმ საკითხების, რომელზეც ახლა ცოტა ხნის წინ ვისაუბრე, მაქსიმალურად მარტივი ენით მიტანა ამ ყველაფრის იმ ადამიანებამდე, რათა მათ შეძლონ და საკუთარი
ყოველდღიურობა რაღაცნაირად პირდაპირ დააკავშირონ მწვანე გარდაქმნასთან და ენერგოეფექტურობის საკითხებთან. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის მწვანე იდეების ინკუბატორი, რომელიც ამ პროექტის ფარგლებში შევქმნით. ეს არის დაახლოებით 3 თვიანი კურსი, სადაც მონაწილეებს შეუძლიათ რომ გარდა მწვანე საკითხებისა, ასევე მიიღონ ძალიან პრაქტიკული ცოდნა იმ ძირითად საბაზისო საჭიროებებთან, როგორც არის საჭიროებებზე, როგორც არის მაგალითად დაბეგვრასთან დაკავშირებული საგადსახადო საკითხები, ბიზნეს სამართალთან დაკავშირებული საკითხები, AI-ის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ყოველდღიურ საქმიანობაში და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაჯერებულია და პირდაპირ დაკავშირებული არის მწვანე ტრანზიციასთან, მწვანე ეკონომიკასთან და კონტექსტი საბოლოო ჯამში არის ეს. მომდევნო ეტაპი, სადაც ეხლა ვართ პრინციპში, ეს არის მწვანე იდეების გამოვლენა, მათი შეფასება და რამდენიმე მწვანე იდეის დახმარება იმისთვის, რომ მათ რეალურად განახორციელონ ეს პრაქტიკაში საბოლოო ჯამში და დახმარება იქნება როგორც პროფესიული, მენტორული კუთხით, ასევე გარკვეულწილად ფინანსური თვალსაზრისითაც. ეს არის ძირითადი ჩარჩო მთლიანად პროექტის, თუმცა შიგნით რა თქმა უნდა არის საკმაოდ ბევრი ესეთი წვრილი, თუმცა მნიშვნელოვანი აქტივობა, რომელსაც პერიოდულად ვახორციელებთ. დიდი მადლობა მოწვეულ სტუმრებს, ბატონ გიორგი მუხიგულიშვილს, ბატონ მაია იაცკიტიშვილს და გიგა ფაიქიძეს მონაწილეობისთვის. ეს იყო მწვანე ჰორიზონტის პოდკასტების სერიის პირველი ეპიზოდი და დაგიბრუნდებით კიდევ სხვა ეპიზოდებით. მადლობა დიდი ყურადღებისთვის.